საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ 26 ოქტომბერი გასულ წელს ძალიან ძიმე დღე იყო ალბათ თითოეული ჩვენგანისთვის. იმ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას, იყო ასევე დამკვირვებელი ამ არჩევნებზე და მე ვფიქრობ, რომ პირველი გამოწვევა იყო სწორედ აი იმ ნიჰილიზმიდან ამოსვლა, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენგანს დაეუფლა, მას შემდეგ ჩვენ რაც საკუთარი თვალებით ვნახეთ, რა რეალობის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა და მე ვფიქრობ, რომ აი სწორედ არჩევნების პროცესში არნახულად გაშიშულდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ აი ერთი უბნის პირობებში გავაცნობიერეთ, რამხელა უსამართლობასთან გვაქვს საქმე, რა პირობებში ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად არ აქვთ საკუთარი არჩევანის თავისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ მივხვდით, რომ თავარი ის არ იყო რა ხდებოდა იქ, თავარი იყო რა მოხდა წინასწარ და როგორ მოემზადა რეჟიმი ამ არჩევნებისთვის. ჩვენ ნახეთ დაშინებული ადამიანები, მოსყიდული ადამიანები, რომლებსაც ფაქტობრივად აი ქეჩოთი მოყავდათ იმ ტიტუშკებს, რომლებიც მერე უკვე ქუჩებში სცემდნენ ხო ადამიანებს მოგვიანებით, ყველა უბანზე მობილიზებული ტიტუშკები, რომლებიც სახლებში აკითხავდნენ ადამიანებს და ძალით იძულების ძალით მოყავდათ საარჩევნო უბნებზე, იქ შემდეგ აკვირდებოდნენ, აშინებდნენ კიდევ ერთხელ და ჩემთვის იყო ეს აბსოლუტურად დამთრგუნველი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩვენ რუსული კანონი გამოვიარეთ და ბევრი სხვა პროტესტი და რა თქმა უნდა გაცნობიერებული გვქონდა, მაგრამ აი ესე შიშვლად ამ ყველაფრის ნახვა იყო ძალიან მძიმე და ძალიან ბევრი ადამიანი ამ არჩევნების შემდეგ იყო სრულ იმედობაში. თუმცა ეს არჩევნები ასევე გახდა გარკვეულწილად მოტივაცია, ცხადია იმ განცხადებასთან ერთად, რომელიც კობახიძემ თავარი კატალიზატორი გახდა შემდეგ. თუმცა ეს იყო ერთ-ერთი პირველი, რაც უამრავ ადამიანს დაუგროვდა და მე ჩვენ ქონდა არაერთი შეხვედრა მათ შორის დამკვირვებლებს, უცხოეთის სხვა რანგის წარმომადგენლებთანაც, სადაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით და კობახიძის ის გადაწყვეტილება მათ შორის იმიტომ იყო სრულიად არალეგიტიმური, რომ მანამდე არჩევნები არ ჩატარდა და ის ხელისუფლება, რომელმაც გამოაცხადა საგარეო კურსის ცვლილება არ იყო არჩეული ხალხის მიერ. ნამდვილად ასე იყო. ასე რომ კრიზისი რეალურად დღევანდელ დღეს დაიწყო და შემდეგ უკვე თქვენს მოგეხსენებათ, რომ საოცარი ერთი წელი გამოვიარეთ, ძალიან მძიმე ერთი წელი გამოვიარეთ და დღეს ვართ მისული იმ ნიშნულამდე, რომ გაუბრალოვდა მათ შორის ის, რომ ყოველ შემთხვევაში აღარ არის ისეთი წარმოუდგენელი, რომ ამდენი ადამიანი არის დღეს ციხეში. წარმოუდგენელია ცხადია, მაგრამ ადამიანებს აი ეს შიში, მე ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანისთვის ეს შიშიც გადაილახა. ეს ფობიაც რეპრესიების მთელი არსენალი ვნახეთ ახლა რო ვიხსენებ უკან გადახვევით, ოდესღაც დარეკვებით და გინებით რომ დაიწყო, ეს მანამდე უსწრებდა თუ სწორად მახსოვს რუსული კანონის შემოტანის პერიოდში იყო, დღეს მივედით იმ წერტილამდე, სადაც გამოხატვის თავისუფლება ისეთი შეზღუდვა ხდება, რომ სისხლის სამართლის წესით და ერთწლიანის მუქარა აქვთ ადამიანებს. ხო, ეს რუსული კანონი იყო თავარი, რომელიც თქვათ აი ამ წლის ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა შემდეგ ამის შემდეგ ისეთი კანონები მიიღეს, რომ ალბათ არ ვიცი, საერთოდ და ამ თითოეულ კანონზე უბრალოდ შეუძლებელიც გახდა ისე კონცენტრირება, იმდენად სწრაფად ხდება ყველაფერი და ფაქტია, რომ ეს რა თქმა უნდა არის გარკვეული მეთოდი, რომელსაც იყენებენ, რომ ადამიანებს არ დარჩეთ პროტესტში მყოფ ადამიანებს იმის უნარი, რომ ყველაფერზე სათანადო რეაგირება მოახდინონ, სათანადო რეაქცია ჰქონდეთ და ემოცია გამოყონ ყველაფრისთვის იმდენი, რამდენიც საჭიროა. ნორმალურ პირობებში უბრალოდ იმდენად ბევრია ეს ყველაფერი, რომ გიწევს, რომ ერთიდან მეორეზე გადახტე და ყველაფერზე კონცენტრირდე. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთულია, ჩვენ კარგად ხვდებით ამის მიზეზს და მიზანსაც და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამასაც ართმევს თავს მეტნაკლებად, იმიტომ რომ მუდმივი სტრესის ქვეშ არიან დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, მუდმივი ზეწოლის, როცა დილას იღვიძებ და არაფერი კარგი არ ხდება, მხოლოდ ცუდი ინფორმაციები. არა მხოლოდ ის, ვინც უშუალოდ ჩართულია. არა, რა თქმა უნდა. ინერტული მოქალაქეები. ხშირ შემთხვევაში ეხება. და იცით რა არის, იმიტომაც ეხება და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად შეეხო, თუნდაც პოლიტპატიმრების რაოდენობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები ხა
ნახეთ, ჩვენ გარშემო იმდენი ადამიანი დააკავეს, ხო? ჩვენ ვიცნობთ მათ ნათესავებს, ვიცნობთ მათ მეგობრებს, ხო? ეს ქვეყანა ძალიან პატარა ქვეყანა, ძალიან ვიწრო წრეა. ხო, და ჩვენ ვხედავთ აღშფოთებულ, გაოგნებულ ადამიანებს, რომლებსაც არ ეგონათ, რომ მათთან ასე ახლოს მოვიდოდა რეჟიმი, მაგრამ აი შენი მეგობრის, შენი ახლობლის, შენს ხელში გაზრდილი ადამიანის დაკავება ეს უკვე წარმოუდგენელი გახდა, იმიტომ რომ რატომღაც ეგონათ, რომ აი არა, ასეთ ადამიანს არ შეეხებიან, მაგრამ რეალობა არის ასეთი, რომ ეხებიან ყველანაირ ადამიანს, რომელიც ხელთ მოხვდებათ და იმ მომენტში ვისი დაკავებაც მაგალითად იქნება საჭირო რეჟიმისთვის. აქედან გამომდინარე ფართოვდება არ მონაწილეობს პროტესტში. ეგეთი შემთხვევაც ვნახეთ ჩვენ პირბადეების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პოლიციური რეჟიმია ქვეყანაში და პოლიციური რეჟიმი როცა არის, როცა ყველა კუთხეში დგას პოლიციის მანქანა, სხვა შორის ტურისტებისგანაც მოვისმინე სულეთ შემთხვევით ერთხელ ეს კომენტარი, რომ რა ხდებაო, სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან პოლიციაო და აი ასეთ გარემოში როცა ცხოვრობ, შეუძლებელია რომ ეს ამაში არ მოყვეს ის ადამიანი, რომელიც არ არის იმდენად აი რეჟიმის